აი არასდროს არც ბავშვობიდან ესე არც ნადირობა და არც სროლა და არც იარაღი ესე ამ კონი უი იარაღი ანიშნავს ნადირობას რა ხო ისე საერთოდ და როგორ იყოფა ეგ იარაღი ანიშნავს ნადირობას რას ნიშნავს დანარჩენი იარაღი არასანადირო იარაღი ცილა ცისასულეაზე ხო აი და არ მოიგე ხელები თუ შეგიძლია რაღაცა გააკეთო გონები წარდგა რაღაც ნუ არ მოიგე ხელში ისეთი რაღაცა გიჭირავს რომ დიცავს რა შენ აკონტროლე მაგას კი საკითხია აი კედელი ხუა შენი ეგოც იზრდება იარაღი რო გიჭირავს არა აი მოტოციკლეტის ეს ხუა აი რო შენ დაუშვება მიანგრევს თუ ჯარისკაცი არა თუ ჯარისკაცი ხარ კიდე მერე ისინი მოყვება რა უკვე მოწინავდის განადგურების მუღამი კიდე სხვა არის და ჩვენი საყვარელი იარაღი რა რომელია თუ ესე შეიძლება ჩვენ რაღაც განაგვიყვარდეს სპეციალური ან პისტოლეტები რა არაბერი რა ქვია არაბერული ეგრეთი არის გამორჩეული და რა განსაკუთრებული არაბერული მე რო ვერ ხვდები ხა რა არის შეიძლება ჩვენი მაყურებელიც ვერ ერკვეოდეს იარაღში და რა არის სოფლიო მიზოს გერმანულ ცეცხლსა იცინე კოჭები ესე იტელი და ტყუები საიდან იდება ტყუები გამოდანიდება მაგრამ ზემოდან იარაღი ესე იტენება ამას ესეთი კოჭები რა მოკიდებ და ზემოთ ამოწევ გაუშვებ და ესეთი რაღაცა რა ამ სისტემა მაგარი მაგრამ სროლაშია ძალიან მაგარი ოძველია წინასწარ დასკეში და ო მაგრამ იარაღი არის იცი რა მაინტერესებს ხა კომუნისტების დროს გაზრდილები მეორე მსოფლიო ომი იქეთ აქეთ და ყოველთვის მესმოდა რომ დაუშვათ კალაშნიკოვი არის საუკეთესო იარაღი და გინც სილაში გინც წყალში მაინც არიჭედება და ისთვის. არიჭედება და ისთვის. ხო რა. ეხლა მაგ გერმანულთან თან მეორე მსოფლიო ომში თუ არის ნამყოფი. არა ეს პისტოლეტია კალაშნიკოვი ავტომატი. ხო და რომლის იარაღი იყო ყველაზე კალაშნიკოვი ზარდება. ხო? ოჩა. მოდი ეხლა შენ შემოალაგე აი ჭარხლები, სტაფილო და ხახვი ათმის ირგი. ჩართული იყავი გო. ანუ იარაღში ვაჭრობთ გერმანელებს? მაშინ? მაშინ როგორი სიტუაცია იყო პეპეშა? ხო. საბჭოთა იყო გერმანული იარაღი, ფოლკლორი. ინუეკო ბინახი ეგეთი რაღაცა რა. ხო, კი. ეს იარაღი არის ეს ისული, მაგრამ რაც